19 აგვისტოს ქრისტიანული სამყარო ფერისცვალებას აღნიშნავს. 12 უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთი ფერისცვალებაა, რომელიც იესო ქრისტეს ამ ქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი იესო ქრისტე თავის სამოწაფესთან ერთად, პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან ერთად სალოცავად ავიდა თაბორის მთაზე. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას კი ნახეს, რომ იესომ ფერი იცვალა მათ წინაშე. მისი სახე მზესავით ბრწყინავდა, ხოლო სამოსელი თოვლივით თეთრი და სპეტაკი გახდა. ფერისცვალებისას მისგან ისეთი ნათელი გამოდიოდა, რომ მოციქულებმა თვალი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ. მაცხოვრის გვერდით კი ზეთიური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველები იყვნენ. ეს იყო ის წუთი, როდესაც მოწაფეებმა საკუთარი თვალით იხილეს იესოს ღვთაებრივი დიდება. ზეთიდან კი გაისმა ღვთის ხმა, ესი არსზე ჩემი საყუარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ. შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ. მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: აღდეგით და ნუ გეშინინ. როდესაც მათ მიმოიხედეს მოსე და ელია, ერთად დაინახეს. მაინც რატომ გამოარჩია ქრისტემ ეს სამი მოწაფე? პეტრე უფლის უსაზღრო სიყვარულით, იოანე ერთგულებით, იაკობი კი იმ სიტყვის გამო, ძმასთან ერთად რომ უთხრა იესოს: ძალგვიც შევსვათ შენი სასმისი. იოანე დამასკელი სახარების ამ ადგილს ამგვარად ხსნის. იესომ ფერისცვალება იმისთვის ძინება, რომ ცხადადაჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნესათვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა, რომ ჩვენი ცხოვრება სულიერ ფერისცვალებასა და გაბრწყინებაში მდგომარეობს. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება, ხოლო ოჯახებში ხილის სუფრები იშლება. მრევლს ტაძარში მოაქვთ ხილი, რომელსაც კურთხევის შემდეგ ან ეკლესიაში ტოვებენ, ან ოჯახებში მიაქვთ. ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს. როცა კაინმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს, უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომელად მიწა მისცა. ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს სამადლობლის გადახდის მიზნით უფალს სწირავდნენ. ყველას გილოცავთ ფერისცვალებას, იხარეთ და იბედნიერეთ უფალში.